და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიდაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო ანუ სასტავ გაუმარჯოს დღეს ამ სცენაზე ნამდვილ ზეიმ შემოგთავაზებ ამათ ხელში არ გვაქვს საზეიმოდ საქმე თუ რა მაგრამ ვისზე ნაკლები ნიჭიერები ყავს ჩვენს უბანში ამიტომ ვიწყებთ ქერის უბნის ნიჭიერს დღეს სცენაზე გამოვლენ ნიჭიერები და უნჭოები ჩაქცეულები და დაქცეულები გაგსუებულები და გაძვალყავებულები გაზულუქებულები და მშიერმუცელა უნიფხო მონები კაი გეყოფა თუ ადუღა წყალი ისევ ჩემი დედასპეცა უპირველეს ყოვლისა გაგაცნობ ჯიური შემადგენლობას ყველაზე ობიექტური ნეიტრალური გატონასწორებული ვაფშე მარც წყალი და არც ღვინო არც მწვადი და არც ჩამფური გიორგი მარგველაშვილი იგივე მარგველა ჩემი დედასპეცა ვატაში ჩვენი სტუმრები ერთი ადამიანის ხუსტურების გამო შორეული ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულები რეზიკო და ზახარიჩი და ბოლოს ჯიურის თავმჯდომარე ხელოვნებად მცოდნე ბიძინა იგივე ბიძო ჩემი დედასპეცა ვატაში ბრძანებელო ხელოვნებად მცოდნეც თუ იყავით კი არ მეგონა რა ჩახლეჩილი ხმა მაქვს რამ გამაცია ამ შუაგულ ზამთარში ეს პინგვინივით კაცი კაცო ფულის კეთება ხელოვნებაა ჩემო რეზიკო ფულის მტვერს ერთხელ რომ ჩაყლავავ მერე ვეღარ გადაეჩვევი აბა ასეა ეს გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებლის SMS-ებით და პრიზად ჟიურისგან გადაეცემა ბინა ქერის უბნის პრესტიჟულ უბანში ანუ ვიღაც ვაი ნიჭიერი მუქთად მიიღებს ბინას და მე კიდე კარავში მეყინება ეს მართლაც ნიჭიერი და დემოკრატიული გვერდები გრიგოლიჩ ეგი რაცხანა მეტანი გლახათ უბერავს და დროზე გამოვცვალოთ წამყვანი თუ არა ჩაგვიშლის ყველაფერს პოლიტიკური სიმწიფე გაკლია ზახარიჩ ჯობია წამყვანი იყოს და გლანძღოს ვიდრე მონაწილეობდეს და ბინა მომიგოს ასე ჭირდება შოუს ორახარ გრიგოლიჩ ვინც არ გიცნობს მაგრამ შენ ვინ არ გიცნობს მაშასე ნიჭიერი იწყებათო გამარჯობა თქვენი გაგვეცანით თუ შეიძლება ნარმანია დათო თბილისიდან უკაცრავად საიდან თბილისიდან არ გატყუებ მართლა შეგიძლიათ დაიწყოთ ხმაწვილო Ветер с моря ду, нагонял беду, И сказайте мне, больше не приду, Видно не судьба, видно нет любви, Видно надо мной, посмеялся ты. ამბილად პერსპექტიული ბიჭი ხარ. მე მოგცემ შანსს და ვამოვკის. არც სიმღერა მომეწონა და არც შესრულება, მაგრამ ბრძანებელმა თქვა კიო და რა თქმა უნდა კი. მეც კი ვამბობ. ასე რომ თქვენ გაქვთ სამი კი და გელოდებით შემდეგ ტურში. ვაკაც გამიმართლა, მაგარ პალასაზე ვარ წელს. კალოდა რო აგდო ტოზი დამეცემა. მაპატიეთ, მაგრამ მე სასტიკად არ მომეწონა ეს ნომერი, ამიტომ ვიყენებ ვეტოს უფლებას და ვერ გადახვედით შემდეგ ტურში. მომისმინა გიორგი, ეს კი არა შენ ვერ გადახვედი შემდეგ მონაწილეზე. გათავისუფლებული ხარ ჯურიდან. წადი ახლა შენ გარაჟში და საკუთარ თავს დაადე ვეტო. ბიჭოს. ვაიმე ბრძანებელო, როგორ გიხდება სიმკაცრე? უხ, какой импозантный мужчина. რა გიყო ახლა ძამია ენას არ აჩერებ.
მე რუსული ესტრადის ფანი კი არ ვარ, კი რომ ვთქვი. ასე იყო საჭირო და მიტო ვთქვი. აბა? მე კი წავალ, მაგრამ ეს ნიჭიერები დაგღუპავენ შენ. აბა როგორი დუხით გადიხარ სცენაზე, ჩემი ძმა? გარღვე პირველ ტურს? ბიუჯეტს ვარღვევ და ტურს ვერ გავარღვევ. ეს არის თვალში ნაცრით შეყრა, ეს რა ნიჭია. ხალხის ფულებით აქვს გამოტანილი ლოყები და ანგრევს ყველაფერს. აი ეს არის ამათ ნიჭიერება. აუ, ისევ ადუღამა წყალი. ვინ რა გააფუჭოს, ვინ რა დალეწოს, ვინ რა განადგუროს, ვინ რითი აზაროს ხალხი. ამაზე არიან გადასულები. შევარცხნიათ თქვენ ნიჭით, ჟიურით და ოე, ბიჭო, გაუხსენეთ ვიღაცამ კლაპანი. თუ არა ნავეტანი ადუღა და გასკდება სადაცა. აუ, ჩემი ტატის პიცავა, ამან კიდე გაჭერდა. ეს ვინ მოი? ჩემი. იმენა პრობლემაა ჩემი და. ვა, ჩემი. მე მომეწონა. ნამუშევარი და დახვეწილი ნომერი იყო. ბიჭს რამდენი შრომა აქვს ჩადებული მუცელში, რომ ლოყები ასე დაბერილიყო. მე შრომას ვაფასებ და გადასული ხარ ნოდარ შემდეგ ტურში. დიდი მადლობა. არა, მუშა ბიჭი მართლა. წუხელ შუაღამით მივედი მაგასთან და კი არ ეძინა. იჯდა სუფრასთან და ვარჯიშობ. გამარჯობა. მარტო ხარ მოსული თუ ვინმესთან ერთად? მეგობრებთან ერთად უნდა მოვსულიყავი, მაგრამ მარტო მოვედი. საწყალი. მიგატოვეს მეგობრებმა? არა, პირიქით. აბა, რას შემოგთავაზებთ? გიმღერებთ და ამ სიმღერას ვუძღვნი ბატონ ბიძინას. ო, ძალიან მომეწონა. საინტერესო სიმღერა იყო. შინაარსიანი. გადასული ხარ გოგონა შემდეგ ტურში გადასული. ჯერ არ უმღერიან ბრძანებელო. ხომ არა, ჩემი ძედა ცუდი როგორი იქნება კაცო. გადამრევს ეს. Čeps malavra konia, šenim zerit kabrujebos da mexeni. Qvavilebis mepet mepe magnolia, šenim zerit kabrujebos da mexeni. Qvavilebis mepet mepe magnolia, magnolia, magnolia. Qvavilebis mepet mepe magnolia, magnolia. Magnolia, ყვავილების მეფეთ მეფე მაგნოლია. დედა რაფერი ტკბილი ხმა აქვს და ამბურძგლა შავზოლებში. ასე მეგონა წამოწოლილი ვიყავი აფრიკაში ტყემლის ჩრდილში და ბულბული გალობდი. თქვენა და შემდეგ ტურში რას გვიმღერებთ? არ უნდა შეცვლა კაცო. იგივე იმღეროს. გადასული ხარ გილოცავთ. აბა, წადი ახსაში. დიდი მადლობა. გამარჯობა, გაგვეცანით თუ შეიძლება. გაგეცანიდე, პაიმანზე ვარ. აქ იმიტომ მოვედი, რომ ნიჭიერი ვარ და ჩემი ნიჭი უნდა გამოვავლინო. ბოლომდე. აბა, რა შეგვისრულებს ოსიკონა? ცოცრით დავუკრავ, ცოცრით. რა ორი დაუკრავო? სირცხილია სოსო. ბავშვები გიყურებენ. წადი ახლა და მომავალი სეზონისთვის რამე სხვა ნიჭი იპოვე შენ თავში. ანუ გადავედი ხო? კი, გადახვედი, აბა რა, კულისებში გადახვედი აგერ. Yes. შემდეგი შემოვიდეს. გამარჯობა. მე მინდა გაგაოცოთ ჩემი ხმით. კი ბატონო, დაიწყეთ. აბა, აპლოდისმენტები არ მესმის ხა? გაიყვანეთ ეს გოგო სცენიდან.
თორემ დააგრია მთელი უბანი. შემოვუშვი შემდეგ, შემოვუშვი. მოგესალმებით ყველას, სულ, აი ყველას და მე წარმოგიდგენთ ბატონ ორიგინალურ ნომერს. აუ, ამას ორიგინალური პიროვნება გონია? და რაში გამოჩნდება ნიჭიერება? უფრო დაკონკრეტე. ესე იგი, საქმის არ საგიხსნით ახლა ბატონებო, მე დავწვევი თვითონ ლურსმნებზე და მერე შემოვა ნიჭიერება. აუ იმენა გახორა მიდას და პირდაპირ და გადატანითი ბიჭოლობით შევიდეთ. აუ რა მაგარი იყო ბიჭო. აი ნიჭია ვაწვია. ოჯახი რაგლი. გადასული ხარ მაგრამ მეორე ტურში რა სიზამ? თქვენ ოღონდ შემაგეთ ბატონები დინანა, ნებისმიერ გადაუნი კიდე. გადმოული. შემდეგი კონკურსანტი ამერიკიდან ჩამოვიდა. მას ყველაფერი დაუყადაღეს. გაჭირვებულად ცხოვრობს და ამიტომ გადაწყვიტა ნიჭიერში სცადოს ბედი. გამარჯობა. აბა რა შეგიძლიათ? რაშია თქვენი ნიჭი? მე მინდა მოგესალმოთ. მოეხლა მე შემიძლია უცებ ავაბუნტო მთელი მაყურებელი ჟურის წინააღმდეგ. აუ, სადაგვერხა? გავიქცეთ მბრძანებელო. შარშან წინ რო იყვნენ ისინი მოდიან ისევ. ვაიმე გავიქეცით. ეს ვინ მოიწვია კაცო? არ გვინდა შენი ნიჭი. გაუშვით ეს კაცი საიდანაც ჩამოსულა. მოაშორეთ აქედან. მე მინდა გითხრათ, რომ 2 წელია მოსულები ხართ და ეს ულამაზესი ქერისუბანი გადააქციეთ გასაცოდებულ ტვერის უბნად. მე მინდა მოგმართოთ, რომ ამას რა თქმა უნდა ხალხი არ გაპატიებთ. ხალხი გააღატაკეთ და დატოვეთ ფშიერი. ამას ვინ შეგარჩეთ? არ ფიქრობთ? ხმა მოიღეთ ჩემო ძვირფასებო. მეგობრებო, ეს გამოსვლელი არ ჯდება გადაცემის ფორმატში. რას ვიზამ? მოდით აველოდოთ SMS-ების საბოლოო შედეგებს. ხო გაინტერესებთ? მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტ ნიჭიერში გაიმარჯვა და დაპირებული ბინა მოიგო ბატონმა ბიზილა ივანიშვილმა საღო ჩემიდანაც მეწავა საღოლ გილოცა მბრძანებელო. აუ, პროექტში რომ არ მონაწილეობდა, მაინც მოიგებ? ამას ქვია ძმაო ნიჭი. ეს იყო უსამართლობის ზეიმი, ჩაწყობილი და თავიდანვე გაყალბებული კონკურსი და პრიზი მოიგო უბნის მონარქმა და იმპერატორმა იულიუს ივანიშვილმა. ბიჭო, ადუღა ისევ გაუხსენი კაპანი მიდი. აუ ჩემიდან მიწავა ამან კიდე გაჭერდა ეს ვინ მოიგო ჩემიდან იმენა პრობლემაა ჩემიდან ოხედავთ როგორ დაალაგა ხალხმა ყველაფერი ასია ხალხი ბრძენი ვარ აბა ცალებ გინდა ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო ანუ სასტავ გაუმარჯოს დღეს ამ სცენაზე ნამდვილ ზეიმ შემოგთავაზებ ამათ ხელში არ გვაქვს საზეიმო საქმე თუ რა მაგრამ ვისზე ნაკლები ნიჭიერები ყავს ჩვენს უბანში ამიტომ ვიწყებთ ქერის უბნის ნიჭიერს დღეს სცენაზე გამოვლენ ნიჭიერები და უნჭოები, ჩაქცეულები და დაქცეულები, გაქცევულები და გაძვალყავებულები, გაზულუქებულები და მშიერმუცელა უნიფხო მონები. კაი, გეყოფათო ადუღა წყალი ისევ შევიდეთ და სპეციალ. უპირველეს ყოვლისა გაგაცნობ ჯიურის შემადგენლობას. ყველაზე ობიექტური
ნეიტრალური გატონასტორებული ვაფშე მარცხალი და არც ღვინო არც მწვადი და არც ჩამპური გიორგი მარგველაშვილი იგივე მარგველა შევიდეთ მეტავატაში ჩვენი სტუმრები ერთი ადამიანის ხუსტურების გამო შორეული ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულები რეზიკო და ზახარიჩი და ბოლოს ჟიურის თავმჯდომარე ხელოვნებად მცოდნე ბიძინა იგივე ბიძო შევიდეთ მეტავატაში ბრძანებელო, ხელოვნებად მცოდნეც თუ იყავით კი არ მეგონა. რა ჩახლეჩილი ხმა მაქვს. რამ გამაცია ამ შუა გულზამთარში ეს პინგვინივით კაცი, კაცო. ფულის კეთება ხელოვნებაა ჩემო რეზიკო. ფულის მტვერს ერთხელ რომ ჩაყლავავ, მერე ვეღარ გადაეჩვევი. აბა, ასეა ეს. გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებლის SMS-ებით და პრიზად ჟიურისგან გადაეცემა ბინა ქერისუბნის პრესტიჟულ უბანში. ანუ ვიღაც ვაი ნიჭიერი მუქთად მიიღებს ბინას და მე კიდე კარავში მეყინება ეს მართლაც ნიჭიერი და დემოკრატიული გვერდები. გრიგოლიჩ, ეგი რაცხანა მეტანი გლახათ უბერავს და დროზე გამოვცვალოთ წამყვანი თუ არა ჩაგვიშლის ყველაფერს. პოლიტიკური სიმწიფე გაკლია ზახარიჩ. ჯობია წამყვანი იყოს და გლანძღოს, ვიდრე მონაწილეობდეს და ბინა მომიგოს. ასე ჭირდება შოუს. ორახარ გრიგოლიჩ ვინც არ გიცნობს, მაგრამ შენ ვინ არ გიცნობს. მაშასე ნიჭიერი იწყებათო გამარჯობა თქვენი გაგვეცანით თუ შეიძლება ნარმანია დათო თბილისიდან უკაცრავად საიდან თბილისიდან არ გატყუებ მართლა შეგიძლიათ დაიწყოთ ხმაწვილო Ветер с моря ду, нагонял беду, И сказайте мне, больше не приду, Видно не судьба, видно нет любви, Видно надо мной, посмеялся ты,